საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს განვიხილოთ მოთხრობას ერეკლე მეფე და გლეხი. ალბათ იცით, ერეკლე მეფის შესახებ გაგიგონიათ ბევრი რამ. ის ხალხისათვის საყვარელი მეფე გახლდათ და ძალიან ბევრი საგმირო საქმეები ჩაუდენია. მთელი თავისი ცხოვრება საქართველოს კეთილდღეობას მოახმარა და მტერთან ბრძოლას დაუთმო. ბევრი საინტერესო ამბავი შეთხზა ქართველმა ხალხმა და ზოგიერთი ნამდვილად სინამდვილეს უკავშირდება ერეკლე მეფის შესახებ. ერთ-ერთი ასეთი ამბავი არის პატარა თავგადასავალი საგარეჯოელ გლეხთან. საგარეჯო კი ქალაქია, რომელიც კახეთს ეკუთვნის. გავეცნოთ მოთხრობას. ერთხელ მეფე ერეკლე თურმე ქალაქიდან კახეთს მიბრძანდებოდა. საგარეჯოს ბოლოებზე დაუნახავს, რომ ერთყანაში დიდძალი მუშა დგას და მკის. იკითხა, ეს ამოდენა მუშა ვისია? საგარეჯოების ბოლოებზე ნიშნავს, სადაც ქალაქი საგარეჯო მთავრდება, აი იქ მის ქალაქის ბოლოს მინდვრებში მუშაობდა დიდძალი მუშა, ანუ ბევრი მუშა. ეს საკვირველი ამბავი ნამდვილად არის, იმიტომ რომ რამდენი მუშა ერთ ყანაში ხშირად არ მუშაობდა მაშინ და სწორედ ეს გაუკვირდა ერეკლე მეფეს. მუშები რასაკეთებდნენ ყანაში? მკიდნენ. მკა არის შრომასაქმიანობა, რომელიც ხორბლის მოსავლის აღებას უკავშირდება. მოახსენეს მეფეს. აქ საგარეჯოში ერთი შეძლებული გლეხია და იმისი მამითადიაო. შეძლებული, ანუ მდიდარი სხვა გლეხებისაგან გამორჩეული ქონების მქონე გლეხი გახლავთ. მისი მამითადიაო. მამითადი, ანუ მამა პაპისგან მიღებული, მემკვიდრეობით მიღებული მიწა გახლავთ, რომელშიც მუშაობდნენ გლეხები. შაბაშ გლეხსაო, თურმე უთქვამს ერეკლეს და მისი ვინაობა უკითხავს. შაბაშ გლეხსაო ნიშნავს ოჯახ ამ გლეხსო. როგორც ჩანს, მოეწონა მეფეს ამ გლეხს რომ ქონება აქვს და შეუძლია ამდენი მუშა ამუშაოს, გასამრჯელო მისცეს და თან შრომელია მიწას ამუშავეს. მოახსენეს და თან დაატანეს. ისეთი ხელმომჭირნეა, პურს არავის აჭმეს თუ არას გამორჩაო. ხელმომჭირნე, შეიძლება ითქვას ძუნწი, მაგრამ ნაწილობრივ. და საჭმელს პურს არავის აჭმეს თუ არას გამორჩაო. ესე იგი, თუ ადამიანისაგან სარგებელი არ ნახა, მას არ მასპინძლობს და არ ეხმარებაო. მეფემ გლეხი მოაყვანინა თავისთან და უბრძანა. ვახშმად, ჩემი ამალით შენი სტუმარი ვარო. მობრძანდი შენი ჭირიმეო, უპასუხა გლეხმა. ვახშმად, ანუ ვახშამზე, ჩემი ამალით, ანუ მხლებლებით, მეფე ხომ მარტო არ გადაადგილდება, საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაადგილდებოდა, მას ყოველთვის თან ახლდა მხლებლები, ანუ ამალა. სანამ მეფე სოფელში მიბრძანდებოდა, ჩამოღამდა კიდეც. გლეხმა იგი მიიწვია მიწური სახლის ბანზე, რომელიც თავიდან ბოლომდე საფენით მოეფინათ. მიწური სახლის ბანი. მიწური სახლი არის მიწაში გამოთხრილი სახლი. ძველად ასეთ სახლებს აშენებდნენ, როდესაც მრავალსართულიანი სახლების აგება არ შეეძლოთ და არ იცოდნენ. ბანი კი არის სახლის მიწიანი სახურავი. სახურავზე მიწას ყრიდნენ და შემდეგ მას კარგად ტკეპნიდნენ და წყალი არ ჩადიოდა დატკეპნილ მიწაში. და ეთყობა სახლი ახალი აშენებული აქვს, ჯერ ბანი არ არის დატკეპნილი და მიწაზე საფენები დააფინეს. შეიძლება ითქვას ეგრეთ წოდებული ხალიჩა. რადგან მეფეს მიწაზე მასპინძლობა, ანუ მიწიან ბანზე მასპინძლობა შეურაცხყოფად მიიჩნია გლეხმა და ესეც მასპინძლობის ერთგვარი წესი დაიცვა ამით. როცა მეფემ ვახშამი მიირთვა, გლეხს მადლობა უბრძანა და ზედ დაატანა. ანუ თან უთხრა მადლობის შემდეგ. აგე შვილო, შენ პურს არავის აჭმევ, ისე რომ არას გამორჩეო. დაუკვირდით მეფის მიმართვას, შვილო, ასე ეუბნება გლეხს. მეფეები ხშირად ასე მიმართავდნენ თავის დაქვემდებარებაში, თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ გლეხებს, რადგან მეფე ვალდებულია თავისი სამეფოს მცხოვრებს
მცხოვრებლებზე იზრუნოს და შვილო ასე მიმართავს. მართალი უბრძანებიათ, უპასუხა თამამად გლეხმა. იგი გლეხს თავისი საქციელის არ შეერცხვა და საინტერესოა შემდეგ ვისაუბროთ სამარცხვინოა თუ არა ასეთი საქციელი, რომ მეფესაგან რაიმე სარგებელი ნახოს, ან რა სარგებელ შეიძლება გამორჩეს მეფისაგან გლეხი. გლეხი ხომ ვალდებულია მეფეს გულწრფელად და თანაც უმასპინძლოს ისე, როგორც მას შეუძლია. როგორ აბა დღეს მე რას გამომრჩიო გაუკვირდა მეფეს? აი ბანზე მიწა ახალი დაყრილია, პასუხობს გლეხი. ამის დატკეპნას ბევრი მუშა მოუნდებოდა და მეც მეტი გამორჩენა რად მინდა, როცა ჩემმა ბატონმა და დიდებულებმა თავისი საკუთარი ფეხით ბინა დამიტკეპნესო. ბანზე იგი მიწა ახალი დაყრილია და მას დატკეპნა სჭირდება, ვისაუბრეთ წინა ნაწილში. და მეფე გამოიყენა გლეხმა იმისათვის, რომ მეფის სტუმრობა, რომ ბანზე მიწა დაეტკეპნა. როგორ ფიქრობთ, ამით მიხვდა მეფე ამას, ვიდრე არ კითხა გლეხს? რა თქმა უნდა, ვერ მიხვდა. ესე იგი, ეს საქმიანობა, ანუ ის შედეგი, რომელიც გლეხმა მიიღო და მიწა დაეტკეპნა ბანზე, დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა. ბევრი ადამიანის ფეხი მას ისედაც ტკეპნის და მეფის სტუმრობა დიდი ძალისხმევის გარეშე ბანი დაიტკეპნა და აი ამას გლეხი უწოდებს დიდ პატივს. დიდებულებმა და მეფემ ბანზე მიწა დამიტკეპნეს და ამაზე მეტი სარგებლის მიღება რა შეიძლებოდა, უკეთესი სარგებლის მიღება რა შეიძლებოდაო. საინტერესოა, რას უპასუხებს მეფე. ხომ შეიძლება იგი განაწყენდეს კიდეც ამის გამო, რომ გლეხმა მისი სტუმრობა გამოიყენა. მეფეს მოეწონა ეს მოსწრებული სიტყვა და გაეცინა. ასე მთავრდება ჩვენი მოთხრობა. გაეცინა შეიძლება ესე ამოვნა კიდეც და მოეწონა მეფეს გონიერება გლეხის. მოგწონთ თქვენ მისი გონიერება? რა თქმა უნდა, მოსაწონია. გლეხმა ხომ მეფეს არაფერი სთხოვა, მხოლოდ უმასპინძლა და მისი მასპინძლობა ესეთი მცირედი ეშმაკობით თავის სასარგებლოდაც გამოიყენა. მოთხრობიდან ვსწავლობთ, რომ ვიყოთ გონიერები და ჩვენი გონიერებით არა მხოლოდ ჩვენ ვისარგებლოთ, არამედ ვასარგებლოთ სხვაც. არსებობს ასეთი ანდაზაც, ხელი ხელს ბანს და ორივე პირსაო. ესე იგი, ერთმანეთს დავეხმაროთ და გავუწოდოთ ერთმანეთის დახმარების ხელი, დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში. რა თქმა უნდა, ეს ორივე მხარისათვის სარგებლობის მომტანია. ადამიანი, რომელიც სხვას ეხმარება, ახსოვს სხვას მისი სიკეთე და სიკეთე სიკეთითვე ბრუნდება, ანუ სიკეთე მრავლდება. აქ დავამთავროთ ჩვენი საუბარი, გისურვებთ წარმატებებს, გემშვიდობები.